Როგორი მიზანი გვერდიანებდა ჩვენ ყველას. Ჩვენ გაგვერთიან არ წმენამ, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, მისი დიდება, მსოფლიოში მისი მისიის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ერთიანობით და ეროვნული ერთიანობით შესაძლებელია უფრო დიდი მიზნის მიღწევა, ვიდრე თვითონერია. Როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური მრწამსი, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ჩვენ შორის პარტიული ინტერესების სხვაობა, ჩვენ ერთი რამ გვანათესავებს. Ჩვენ ვაპირებთ ჩვენი კუნძულის დაცვას ტირანიისა და აგრესიისგან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაპირებთ დახმარების ხელისხმებსაც გავუწოდოთ, ვინც შესაძლოა უფრო უშუალო საფრთხის ქვეშ იმყოფება, ვიდრე ჩვენ ვართ ამ დროს. უინსტონ ჩერჩილი. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება უკვე რეალური ჩანს. ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულება მოიწონა. მიმდინარეობს მზადება ალიანსთან ინტენსიური დიალოგის ფორმაზე გადასასვლელად და გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაში ჩართვაზე. საქართველო დღესაა ნატოსთან ინტენსიური დიალოგის მოლოდინში. მანამდე კი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა 1992 წლიდან გახდა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება. თუმცა მაშინ ეს მოქმედება გაუთვითცნობიერებელი იყო. 90-იანი წლების ეს პერიოდი საქართველოსთვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და სისხლიანი ბრძოლებით იყო გამორჩეული. გავიხსენებთ 80-იანების ბოლოს, 90-იანების დასაწყისს, პრაქტიკულად მთელი აღმოსავლეთ ევროპა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ნატოში შესასვლელად. და ეს ხომ არ იყო უმიზეზოდ. ყველასთვის, მათთვის რუსეთი კვლავაც რჩებოდა საფრთხედ, ვისთვისაც ისინი ცდილობდნენ მოეპოვათ თავშესაფარი ისეთი, რომელში, ასე ვთქვათ, გაწევრიანების შედეგად ისინი დაცული იქნებოდნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიიდან. ამ პერიოდში საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯები იმ ინფორმაციის მოსაპოვებად, თუ შეიძლებოდა ნატოში გაწევრიანება და რა გზები არსებობდა საამისოდ. 92 წლიდან მოყოლებული დავიწყეთ ჯერ გარკვევა, როგორ შეიძლება რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდეს ამ სივრცეს, რა პოლიტიკური, ეკონომიკური და სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით სირთულეები არის გადასალახი იმისათვის, რომ ჩვენ ეს გზა გავიაროთ. და იმ წლებიდან მოყოლებული დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს სვლა ნატოსკენ. 1992 წელს საქართველო ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში შევიდა. ამ დროს ურთულესი ვითარება იყო რუსეთთან ურთიერთობაში. ოფიციალურ დონეზე მაშინ არავინ ამბობდა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართულ საჯარისო დანაყოფებს რუსი სამხედროებიც ებრძოდნენ, თანაც რეგულარული ნაწილებიდან. ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, 1993 წლის შემოდგომაზე საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობაში შევიდა. უფრო ზუსტად, ჩრდილოელმა მეზობელმა ახალი საფრთხის შიშით აიძულა თანამეგობრობაში გაწევრიანებულიყო. მეორე ასპექტი გახლდათ იმედი, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარებასა და ქართული ჯარის მომზადება ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა საქართველოს. თანამეგობრობაში გაწევრიანებისთანავე, საქართველო მიუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას. ყველაფერი ეს მომდევნო წელს მაშინდელ პარლამენტში გაფორმდა. მათი ჩარევა იყო სრულიად მიზანმიმართული.
და არსებობდა კიდევაც გეგმა, მეც მინახია მაშინ დროს საქართველოს დაშლის დახატული ქაღალდზე დადებული, როგორ უნდა გაიყოს საქართველოს ორი ნაწილი. ამიტომ სრულებით ბუნებრივი იყო ხელისუფლების მხრიდან ესეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორც დსთ-ში შესვლა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელი იყო მიგვეღო რაღაცა სერიოზული ნეგატიური შედეგები. 1994 წლის 27 აპრილს ედუარდ შევარდნაძემ თავდაცვის მინისტრად ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდლის მოადგილე ვარდიკო ნადიბაიძე დანიშნა. გენერალთან დამისვეს თავდაცვის მინისტრად, რა თქმა უნდა, ყველას შეხვდი მე. ჯარისკაცებს შეხვდი, ოფიცრებს, გენერალებს. იმ ნაწილებში ვიყავი. ძალიან გამწერებული 3 ბატალიონი იყო კოდორის ხეობაში, იქიდან დაბრუნებული აფხაზეთიდან. ტყეში ცხოვრობდა, გაუპარსავი და რა თქმა უნდა, ძალიან გამწერებული ჯარისკაცები იყო. ნადიბაიძის დანიშვნის მთავარი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლებისა და საჯარისო ნაწილების თბილისში დაბრუნების შემდეგ დემორალიზებული და ფაქტობრივად უკონტროლო არმიის ყაზარმებში შეყვანა იყო. ჯარი თავისთავად იყო. გვარდიელები თავისთავად იყო. სამხედრო პოლიცია შედიოდა ჯარში, მაგრამ რაც თავის რაღაცა ჰქონდა თავის რაღაცები. 1994 წელს საქართველოში კვლავ იყო ილუზია, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებდა. თუმცა რეალურად საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა. საქართველოს ხელისუფლებამ დაიმედა თავი, რომ რუსეთი გაუძლიერებდა არმიას. ესეთ ყვიერი შეთანხმება იყო და დაუბრუნებდა აფხაზეთს. ამიტომ აწწორება უნდა აიღოთ რუსეთს. სხვებთან შეიძლება ლაპარაკი იყო მოლაპარაკება, მაგრამ კეთილი სიტყვისა და სალმის გარდა საქმე წინ არ მიდიოდა. როდესაც მოხდა იმედგაცრუება რუსეთზე ორიენტაციის, რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკისა. აი მაშინ უკვე რა თქმა უნდა გაახტიურდა ურთიერთობები. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უფრო კონკრეტული სახე ნატოსთან თანამშრომლობას 1994 წლის 23 მარტს მიეცა, როდესაც ოფიციალური თბილისი ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამას შეუერთდა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა ახალი პარტნიორების მოძიებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის. პოლიტიკური ვექტორი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მრუდე. ძირითად ორიენტირად კვლავ რუსეთი რჩებოდა. პოლიტიკურ ელიტაში საქართველოსი არსებობდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაახლოება და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, თუმცა იმ დროისათვის ეს ტერმინიც კი, ასე ვთქვათ, ასეთი სახით არ ჟღერდა, გახდათ მომავალს ასე ხედავდა არაერთი ქართველი პოლიტიკოსი. 1994 წლიდან თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა ახალი განყოფილება, რომელიც პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაზე მუშაობდა. სწორედ აქ მოდიოდა ნატოდან ინფორმაცია იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აწარმოებდა ახალი პროგრამით. საქართველოს სამხედრო უწყებიდან სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაიგზავნენ პირველი ოფიცრები საზღვარგარეთ. გენერალურ შტაბში იყო ჩამოყალიბებული პატარა განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო ძირითადად უფრო ღონისძიებები იყო, მცირეოდენ ღონისძიებები, რაშიც ვიღებდით მონაწილეობას, აგზავნიდით ოფიცრებს. მუდმივად მონაწილეობდა საქართველოს, რამდენად ვიცი დღესაც მონაწილეობს, კომპლექტდებოდა ასეთნაირად 3 წარმომადგენელი, ერთი თავდაცვის სამინისტროდან, ერთი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და შესაბამისად ერთი პარლამენტიდან. ამ კომპლექტაციით საკმაოდ დიდხანს ხდებოდა, ესე იგი, მსმენელების გაგზავნა გარმიში კურსებზე. წლის 29 აგვისტოს ქვეყნის მეთაურზე ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა მოხდა. ისინი არიან არაკაცები, ტერორისტები საქართველოში. და ეს არის მაგათი ბოლო მცდელობა.
ბოლო მცდელობა ტერორისტული აქტის. ბევრი ღალატი იყო, მე ვიტყოდი სხვადასხვა მხრიდან. ჩვენში შიგნითაც და ეს ზეწოლაც საქართველოზე მის ხელისუფლებაზე ძალიან დიდი იყო, რაც დამთავრდა ბოლოს გახსოვთ ალბათ შევარდნაძეზე მისი მკვლელობის მცდელობით უშედეგოთი. რამაც შემდეგ პრინციპში ბოლოს მე ვიტყოდი დადებითი შედეგი გამოიღო. ნედან მან ამ მცდელობამ იმუშავა კატალიზატორად იმისთვის, რომ გაენადგურებინათ ეს ყველანაირი ელემენტები ესეთი მეხუთე კოლონის და ამავე დროს ყველანაირი ბანდფორმირებები ხედრიონის იქნებოდა ისინი თუ სხვა რამე სტრუქტურის პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს. 1995 წელს საქართველომ ნატოსთან პარტნიორობის პირველი სამოქმედო გეგმა მიიღო, რაც იმ პერიოდისთვის თამამი განაცხადი იყო. და ის გეგმა 100-მდე ღონისძიება, თუმცა საქართველომ 100-დან მხოლოდ 15-ში მიიღო მონაწილეობა, ძირითადად კონფერენციებში. მაშინ ქართული ჯარი უფრო ყოფილი საბჭოთა ოფიცრებით იყო დაკომპლექტებული. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო მათ ფსიქოლოგიაში გარდატეხის შეტანა. ვერ ვიტყვი რომ მაშინ ჩვენი მინისტრი ძალიან დიდი სურვილით და მონდომებით ეკიდებოდა ამ საკითხს, მაგრამ უფრო როიტყვიან для галочки ასრულებდა, იმიტომ რომ მაინც მთავრობა დასავლეთისკენ მიდიოდა, მithumetes მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებოდა ამ ნატოსთან თანამშრომლობის კურირებას, ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, ესენი საკმაოდ აქტიურები იყვნენ. ანუ რო ვთქვათ, რომ სხვა გამოსავალი ქონდა, არა, მაგრამ არც ძალიან აქტიურობდა. 1996 წელს ნადიბაიძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად ნატოში ლეონიდ სიხარულიძე დანიშნა. ერთი კვირის შემდეგ კი დაწერა ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად ამისა, მინისტრისგან ფარულად სიხარულიძის ნატოში შენარჩუნება მაინც მოხერხდა. უპირველეს ყოვლისა საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობას, როგორც სამხედრო დონეზე, ასევე პოლიტიკურ დონეზე. ამას მოყვა ელემენტარულად ორწლიანი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის შექმნა. ეს სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმდენ რამდენადაც ამ 90-იან წლებში, გასული საუკუნის, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის იყო დამოუკიდებლობა მოიპოვა. სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს ასეთი მასშტაბით პრაქტიკულად არ გააჩნდა არც ერთ ქვეყანასთან, მათ შორის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთანაც კი. 1996 წელს საქართველოში კვლავ იდგა პოლიტიკური ვექტორის პრობლემა, თუმცა რუსეთთან თანამშრომლობა მაინც აქტიურად მიმდინარეობდა. ამ წელს რუსეთიდან საქართველოში იარაღის დიდი პარტია უნდა შემოსულიყო. მოლაპარაკებები ამ თემაზე 1994 წლიდან მიმდინარეობდა. საუბარი იყო შეიარაღებითა და ტექნიკით დატვირთული 20 ეშელონის მოწოდებაზე. შესაბამის დოკუმენტზე ხელმოსაწერად მოსკოვში ნადიბაიძე ჩავიდა. იმ დღეს უნდა მოგიწეროთ ჩვენ ხელი, მე და გრაჩოვი. და იმ დღეს მოხსნეს გრაჩოვი. აი მაშინ ისე რაღაცა მე იმ დროს მოსკოვში ვიყავი, აი იმის გულს ვიყავ, ხელი უნდა მოგიწეროთ ჩვენ. მაშინ ჩვენი საქართველოს ელჩიც უდაბასული იყო, მთელი რაღაც მოზადებული იყო იმ რეზიდენციაში, სადაც მე ვჩერდებოდი, მესენგის იმ შტაბში. ველოდებით გრაჩოვს და მე გამოაცხადეს, რომ გრაჩოვი მოხსნილია, ეცემა ესე გადაწყვეტა დანიშნულებია. ხოთა ჩაიშალა საქმე. პირველი ნაბიჯების მიუხედავად, ნატოსთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკლებად აქტიური პოზიცია ეკავა. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი ლოკომოტივი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იყო. ნატოს საიდუმლო დოკუმენტაციის განყოფილებაც კი პარლამენტში იყო განთავსებული. რადგან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი ნდობის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. პარლამენტში მაშინ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ბატონ ზურაბთან ერთად, რომ ეს ცენტრალური საცავი ყოფილიყო პარლამენტში, ამისთვის ოთახიც გამოვყავით, სპეციალური დაცვაც გავაკეთეთ და ასე შემდეგ. საერთოდ ეს უნიკალური შემთხვევა იყო, ეს რამე არ ხდება სხვა ქვეყნებში. მაგრამ მაშინ ესეთი მდგომარეობა იყო, პარლამენტში იყო, ასე ვთქვათ, დასავლეთ ვექტორის მქონე
ადამიანები, რომლებიც მიმართავდნენ ამ სისტემას, დასავლური სისტემისკენ, ხოლო სამინისტროში პირიქით საბჭოური ტიპის ჯარის გამალებული აღმშენებლობა მიდიოდა, რომელსაც ძალიან პირობითად შეიძლება დაარქვა აღმშენებლობა. წელს იარაღთან დაკავშირებული ხელშეკრულების ჩაშლის გამო რუსეთთან ურთიერთობა ერთგვარად გაცივდა. დაიწყო მუშაობა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე. საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის ნომერ პირველი სამხედრო პირი, ჯონ მალხას-შალიკაშვილი, რომლის ვიზიტმაც რუსეთში დიდი შეშფოთება გამოიწვია. იმავე წლის ზაფხულში თავდაცვის სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა საკუთარი სამხედრო დანაყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატოს სწავლებაზე. ეს გასკდა ბომბივით. მართლა არავინ არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას მშვიდობისთვის პარტნიორობის, მაგრამ 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი არ გავუკეთებია. თითითიძე არ შემოუკრავს არავის, რომ წასულიყო მაინც და ენახა ეს ნატო რა იყო. ისიცოდნენ მარტო ადამიანებმა, ნატო არ იყო სავარაუდო მოწინააღმდეგე, აღარ იყო უბრალოდ, თორე რა იყო და რა სიტყოდა, კაცმა არ იცოდა. რომ მედიოდან, რა თქმა უნდა, შეხვდი. ესაუბრა და მაშინ უთხარი მე. ყველა ამბობს იმას, რომ ამერიკაში ამბობ, რომ ყველაზე კარგი და ყველაზე ძლიერი ჯარისკაცი ამერიკის ჯარისკაცია. მეთქე რო ჩახოთ ამერიკაში, თქვენ უნდა დაუმტკიცოთ თავის აი პროფესიონალიზმით, რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე კარგი არის საქართველოს ჯარისკაცი. მომდევნო 1997 წელს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა. ეს უდიდესი პოლიტიკური მოვლენა იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სწრაფოს ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციისკენ. მაშინ პირველად ოფიციალურად გაჟღერდა ამ რეგიონში ნატოს ინტერესების შესახებ. როცა უკვე სოლანაც ორჯერ ჩამოვიდა მაშინდელი გენერალური მდივანი საქართველოში, შეინიშნებოდა მეტი აქცენტი საქართველოს მიმართ, კავკასიის მიმართ და მე მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრა სოლანასთან საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენლებისა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და იქ სოლანამ პირველად თქვა ფაქტიურად მახსოვს ჩვენ გვაინტერესებს საქართველო რამდენიმე ფაქტორის გამო და ერთ-ერთმა ხაზი გაუსვა, ეს არის ნატო. 1998 წლის გაზაფხულზე თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე დაინიშნა. მას რთული მემკვიდრეობა ერგო, პირველ რიგში კი მაისის მოვლენები. იმ დროს, როდესაც დამოუკიდებლობის დღისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, გალის რაიონში საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა. ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა. სიმართლე რო გითხრათ, ახლა დღემდე ძალიან ბევრი რამე მაგ სიტუაციაში ბრუსტი არ მოცული, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ თავიდან ბოლომდე ეს იყო პროვოცირებული. ახლა ვის მიერ იყო პროვოცირებული, მათ სინდისზე იყოს. ამის გამჟელი არა ვარ. თუმცა იმ თავითვე, როდესაც მე ადგილზე ჩავედი და გავეცანი სიტუაციას და აშკარად დავინახე მახე, ძირითადი ამოცანა გამოიკვეთა თავისთავად. ჯობია დაგარქვან მხდალი და შეინარჩუნო არმია
რაც ყავს ის ცუდია თუ კარგი არ აქვს მაგას მნიშვნელობა, იმიტომ რომ შემდგომ განვითარების და კვალობაზე ეს ინსტრუმენტი ყავდეს გამართული. 1998 წელს საქართველომ დატოვა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება და აირჩია ცალსახა პოზიცია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან დაიწყო რუსი მესაზღვრეების გაყვანის პროცესიც. 98 წელს საქართველომ დატოვა რამოდენიმე სხვა წევრთან ერთად დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება და ამით პრაქტიკულად უარი თქვა თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა დსთ-ს ფარგლებში. ანუ დაიწყო იმ ახალი კონფიგურაციის ძიება, რომელშიც ქვეყანას უნდა მოეაზრებინა და რეალურად, ასე ვთქვათ, განახორციელებინა თავისი უსაფრთხოების პოლიტიკა. გასაგებია, რომ ამ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო მდებარეობს, დსთ-ს ალტერნატივა მხოლოდ და მხოლოდ ნატო შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ოფიციალური განაცხადი იმ დროისათვის არ გაკეთებულა. 1998 წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში გარკვეული წესვლის შემდეგ ეკონომიკური სტაგნაცია იწყება. რუსეთში მომხდარმა ფულად საკრედიტო ცვლილებებმა საქართველოზე პირდაპირ ასახვა ჰპოვა. ამ რთულ ფონზე 1998 წლის 22 აპრილს ბრიუსელში საქართველოს დიპლომატიური მისია გაიხსნა და ნატოში რამდენიმე ახალგაზრდა დიპლომატი გაიგზავნა. ხშირ შემთხვევაში დიპლომატებს თბილისიდან კონკრეტული დავალება არ მისდიოდათ, რის გამოც მოქმედების სრულ პასუხისმგებლობას ისინი საკუთარ თავზე იღებდნენ. პრობლემებს შორის უნდა გამოიყოს როგორც დაფინანსების, ისე ინფორმაციის სიმცირე, ინსტრუქციების ნაკლებობა, რა უნდა გაგვიკეთებინა აქ, მაგრამ ეს პრობლემა კომპენსირდებოდა აქ ჩვენი აქტიურობით პერსონალურ პირად საფუძველზე, უამრავი რამ რაც გაკეთდა არა მარტო ჩემი ყოფნის განმავლობაში, რამაც საერთოდ ქართველი წარმომადგენლების არსებობის პერიოდში ნატოში იყო პირად ინიციატივას დამყარებული. დიპლომატიური ფრონტის პერიპეტიების პარალელურად ქართული არმია სერიოზულ რეფორმას საჭიროებდა. მცირე დაფინანსების გამო ჯარის რიცხოვნობა 35,000-დან 20,000-მდე უნდა შემცირებულიყო. სამსახურის გარეშე ბევრი ოფიცერი რჩებოდა. დღის ეს რიგში დადგა უცხოელი სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების მიღების აუცილებლობა და ქმედითი ღონისძიებების გატარება. სტრატეგიას, რეკომენდაციებს სტრატეგიაში მოგწევდა ჯონსონის ჯგუფი, აისაბი, ხოლო იმპლემენტაციის თვალსაზრისით ამაზე იმუშავებდა ევროპული საერთაშორისო შეერთებული შტატების. თქვენ ვნახოთ თავდაპირველი დოკუმენტი ევროპული საერთაშორისო რეკომენდაციები იკიდებოდა პრაქტიკულად საქართველოში ორი კორპუსის შექმნა, ერთი რეზერვ და გვარდიის ბაზაზე და ერთი რეალურად იმ ბრიგადების ბაზაზე, რომელიც აქტიურია. დაახლოებით რიცხოვნობა 20,000-მდე 100-დაც და ისედაც დაჯერილია. საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო 1999 წელი, როდესაც სტამბოლში ეუთოს 3-ზე 4 რუსული სამხედრო ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კონკრეტული ვადები დადგინდა 2 ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით. ვაზიანის და გუდაუთის სამხედრო ქალაქები დაიხურა. დღის ეს რიგში რჩებოდა ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის ვადები, რომელიც ერთი წლის ფარგლებში მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გარკვეულიყო. მახსოვს საკმაოდ მძიმე საუბარი და საკმაოდ რთული მოლაპარაკების პროცესი სტამბოლში, სადაც ჩვენმა დელეგაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მისაღებია ერთადერთი გადაწყვეტილება. ეს არის რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოსთან და ჩვენ მზადა ვართ ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ და რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს. საფრთხეს წარმოადგენდა ძირითადად სამი ბაზა, იმიტომ რომ გუდაუთა ამოვარდნილი იყო სისტემიდან, ეს გახდა ბათუმი, ახალქალაქი, ვაზიანი. ვაზიანი, იმიტომ რომ დედაქალაქს ებჯინებოდა და პრაქტიკულად არანაირი მხარი ნებისმიერი ცუდი სცენარის დროს დედაქალაქს არ ქონდა. ხოლო ბათუმი ახალქალაქი
გარკვეულწილად ქმნიდა ერთგვარ ზოლს, რომელიც ყოველთვის შეიძლება აღმოჩენილიყო კორდონი ჩვენსა და თქვათ ნატოს იმ ქვეყანას შორის, რომელსაც ჩვენ საერთო საზღვარი აქვს. 1999 წელს საქართველო მიუერთდა ნატოს მორიგ პროგრამას, რომლის მიხედვითაც თბილისმა აიღო ვალდებულება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის ქვედანაყოფებთან თავსებადობის 25 ამოცანის შესრულებაზე. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო ერთი ოცეულის მომზადება საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. ამ პროგრამის პირველი საფეხური იმავე წელს განხორციელდა. ოცეული კოჯრის მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებათა მოსამზადებელი ცენტრიდან იყო შერჩეული. იმავე წელს საქართველომ გადადგა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნატოს ეგიდით ბალკანეთზე გაიგზავნა პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული. პრაქტიკულად მას შეიძლება დავარქვათ ესე რომ თუ მანამდე ჩვენ მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაცას ვიღებდით, აი მაგ მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ რაღაცის გაცემა. ჩვენი მონაწილეობა აი კოსოვოში იყო პირველი ჩვენი ასე ვთქვათ ძალისხმევა და ჩვენი შენატანი საერთოდ ევროპული უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნაში. იმ დროს იდეალური ამოცანა იყო ერთი სამშვიდობო ბატალიონის ჩამოყალიბება, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებოდა შეესრულებინა მისია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. და იმისა რომ ეს აწყობდა ნატოს და მოკავშირეებს, ეს გვაწყობდა ჩვენს, იმიტომ რომ გარკვეულწილად რადასამალეა და იმ კონფლიქტების ფონზე, რომელიც ჩვენთან არის, ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე გაშლილი არა, გაცილებით კარგია, როცა შენ ყავს. ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლებს მშვიდობის იძულება, შენარჩუნება, თქვათ, შეკავება სიტუაციის და ასე შემდეგ, ვიდრე უყურო ყოველთვის სხვას. 1999 წელს შეიცვალა ნატოს კონცეფციაც. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ტრანსფორმირება დაიწყო. საჭირო იყო ახალ ვითარებაში განვითარება და ახალი მოთხოვნების მიხედვით გამოწვევებისთვის მომზადება. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო თვისობრივად შეიცვალა. დღეს ის სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. პირველი, ჩვენ ურჩებით მშვიდობის გარანტად იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნატო ჩართულია სამშვიდობო მისიების განხორციელებაში. ნატოს სამშვიდობო მისიები ეხმარება მთელ რიგ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის განმტკიცებაში. მესამე პრინციპი პარტნიორობაზეა დაფუძნებული. ეს ურთიერთობები აქტიურად ვითარდება სხვადასხვა ქვეყნებთან და მასში პრიორიტეტულად მიგვაჩნია პარტნიორობა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია დავეხმაროთ მათ თავიანთი ქვეყნების განვითარებაში. 2001 წლის მარტში დაინერგა ნატოს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა მიენიჭა. ეს კონსულტაციები ძირითადად ტარდება საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხოლო ნატოს მხრიდან პოლიტიკური დირექტორის ხელმძღვანელის დონეზე. რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები შეიარაღებაზე, კონტროლისა და განიარაღების საკითხებზე. 26+1 ფორმატში, რაც გულისხმობს დიალოგს ნატოს წევრ 26 ქვეყანასა და საქართველოს შორის. დიპლომატებისა და სამხედროების აქტიური მუშაობის შედეგად, ნატოს ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა მრავალ ეროვნული სამხედრო სწავლებები საქართველოს ტერიტორიაზე. 2001 წელი საქართველოს მთავრობისთვის უფრო დიდი გამოცდა იყო ვიდრე სამხედროებისთვის. წვრთნები 11-დან 23 ივნისამდე საპორტო ქალაქ ფოთში უნდა ჩატარებულიყო. ერთი მნიშვნელობა ის იყო, რომ გვეჩვენებინა ჩვენი დასავლელი ახალი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მასპინძელი ქვეყანა. ნებისმიერი წვრთნები, იცით თქვენ არის გარკვეული რეპეტიცია, გარკვეული სცენარების თავიდან ასადებლად. რეგიონში პრაქტიკულად არ არსებობდა ბაზა იმისა, რომ თქვათ რაღაც ოპერაციები რომ გამხდარიყო საჭირო, ნებისმიერ კუთხით ჰუმანიტარული, არასამხედრო და ასე შემდეგ, ხო? მას ჭირდება საკმაოდ ისეთი თვითონ მზაობა ქვეყნის. აქ არ ლაპარაკი ინფრასტრუქტურაზე, აქ ლაპარაკია ინსტიტუტების მუშაობაზე. და საერთოდაც ქვეყნის იმიჯისთვის კარგია, მით უმეტეს როცა გინდა რომ გახდე რაღაცის წევრი, ხო? ვაჩვენო რომ შენ ეს სიგიძე.
ეს იყო გარდამტეხი ეტაპი. ფოთის სწავლებებს მოყვა კიდევ ერთი მრავალეროვნული წრთნა უკვე თბილისთან. მუშავდებოდა სხვადასხვა სცენარები. ყურადღება ძირითადად სამაშველო ოპერაციებზე მახვილდებოდა. თუმცა ამ პერიოდში თავი იჩინა მორიგმა ხელის შემშლელმა ფაქტორებმა. არმიის დაფინანსება არასტაბილური გახდა. ქართველი ოფიცრები ხელფასებს თვეობით ვერ იღებდნენ. გახშირდა დეზერტირობა, ადგილი ჰქონდა სამხედრო ამბოხებებსაც. მიზეზი არის სოციალური პირობები, უბრალოდ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. საერთოდ პირობები იყო ნული, არავითარი დაფინანსება, არავითარი ჩაცმა, არავითარი ასაცმელი. რთული სოციალური პირობები ჯარში იყო გამოყენებული საბაბად. მანთ დაახლოებით სხვა ტიპის პოლიტიკურ აქტივობაზე იყო ლაპარაკი. ელევა შემთხვევაში ღიათეგ იყო გარკვეულწილად მიბმული იმ აქტივობასთან, რომელსაც მაშინ ეწეოდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები ეკცალსახად. ყოველ შემთხვევაში იმ მონაცემებით, რომელიც მაშინ კონდაზორას ჰქონდა, ცალსახად ასეთნაირად იკვეთება. შეხება მუხროვანს იქაც პროვოცირებული იყო, გარკვეულწილად თვითონ მეთაური იყო შეყვანილი შეცდომაში და ისეთ საინტერესო დროს მოხდა, მაისის რიცხვები იყო, რომ ყოველ შემთხვევაში ის რომ მან ლაპარაკი ყოფილიყო არმიის იმიჯის შელხვაზე და ის გაცილებით ღრმა იყო მან ფონი მოვლენების. მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, საგარეო ურთიერთობების დონეზე თავდაცვის სამინისტრომ მაშინ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ჩვენი ძირითადი პარტნიორი შეერთებული შტატები იყო. სწორედ ამ ზესახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველომ მიიღო ეგრეთ წოდებული ვერტფრენების პროგრამა, იროკეზების ერთი ესკადრილია და საყოველთაო ცნობილი წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა. ეს იყო სენსაციური მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. სპარსეთის ყურეში დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ერახში პირველი ქართული ქვედანაყოფი გაიგზავნა. მართალია მოგრძალებული შემადგენლობით, სულ 69 ჯარისკაცი, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობით ეს იყო სერიოზული წვლილი კოალიციურ ძალებთან ერთად ერახში მშვიდობის დამყარების საქმეში. პოლიტიკურ დონეზე საქართველოს ხელისუფლებამ ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადება 2002 წლის 21-22 ნოემბერს პრაღაში გამართული ნატოს უმაღლესი დონის სამიტზე გააკეთა. ეს არ გახდათ უბრალო ნაბიჯი, არა იმიტომ რომ თვითონ განაცხადის გაკეთება იყო, წარმოადგენდა რაიმე სირთულეს. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო და უნდა მიეღო ეს შეგნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ისეთ მომენტში, როდესაც ეს საუკეთესო იქნებოდა დროის პოლიტიკური რეალობების და ასე შემდგომ თვალსაზრისით. მე ვფიქრობ იმ პერიოდისათვის სიტუაცია მომწიფდა იმდენად, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურიც გახდათ, უფრო მეტიც, ალბათ აუცილებელიც. რუსეთთან ურთიერთობა კვლავ რთული რჩებოდა. საქართველოს ყოველ განაცხადს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან როგორც წესი მწვავე რეაქცია მოხვდებოდა. პრინციპი ჩვენი ტერიტორიის წინააღმდეგ პირდაპირ ღია სამხედრო აგრესიაც კი ასე ვთქვათ ხორციელდებოდა და ეს არ გახდათ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო, ეს გახდათ სწორედ იმ პრინციპული დაპირისპირების გამოვლინება, რომელიც იმ ორ ხედვას, იმ ორ არჩევანს, იმ ორ პოლიტიკურ თუ შეიძლება ასე ვთქვას შეფასებას შორის არსებობდა, რაც განასხვავებდა საქართველოს რუსეთის მართველი ელიტის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებისა. 2003 წლის 27 მაისს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით შეიქმნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო. აქამდე ამ საკითხში სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია ფაქტობრივად არ არსებობდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში მზადდებოდა ფონი სამხედრო უწყებაზე დემოკრატიული კონტროლის განსახორციელებლად. აქამდე არც ეს არსებობდა საქართველოში. გეგმა ითვალისწინებდა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის დანიშვნას და ამ სეგმენტის დანერგვა შეიარაღებულ ძალებში. ეს ნატოს მოთხოვნაც იყო. გარკვეული ნაბიჯები იყო დარჩენილი. რომ სამოქალაქო მინისტრი მოსულიყო და ამას არ გამოეწვია, ვთქვათ, ისეთი კატაკლიზმები, როდესაც აღრევა მოხდა პროფესიული და პოლიტიკური თანამდებობისა. პირველ ხანებში ეს აშკარად თვალშისაცემი იყო, როცა აკვირდებოდა დანიშვნებს და იმას. $2003 წლის ნოემბერი საქართველოს ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსთა გუნდმა ქვეყნის ცალსახა პოლიტიკურ კურსად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია აირჩია. ნატოში გაწევრიანება სახელმწიფო პრიორიტეტი გახდა. პოლიტიკური ვექტორით სწორედ მაშინ შეიცვალა რადიკალურად. ამ პერიოდიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ინტენსიური ცვლილებები. საქართველოს მიიღო ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ძალების ძირეულ რეფორმას, სამხედრო თავსებადობის მიღწევას, თავდაცვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საერთო სტრატეგიის შემუშავებას და საბოლოო ჯამში ახალი არმიის შექმნას. ჯარი ემსახურება სახელმწიფოს და ასრულებს ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებას და მითითებას და ასრულებს იმ გეგმას, რომელსაც სახავს სამოქალაქო საზოგადოება, ისევ და ისევ ხალხის მიერ არჩეული. ეს პრინციპი არის საბაზისო პრინციპი და ამის ვერ შეგნება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა საქართველოს ნატოსთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. ეს საბაზისო პრინციპებია, რომელიც ასე ვთქვათ რაღაცა დისკუსიასაც არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ეს ყველა პროცესი ჯანჯდებოდა ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. 2004 წლის 7 აპრილს ბრიუსელში გაიმართა საქართველოს ნატოს მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრა, ფორმატით 26+1, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს ხეფერს გადასცა ქვეყნის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის საპრეზენტაციო დოკუმენტი. 2004 წლის 28-29 ივნის სტამბოლში გამართულ ნატოს უმაღლესი დონის სამიტზე საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა ოფიციალურად გაიზიარეს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ინიციატივა. აგვისტოში კი ნატოში ოფიციალურად გაიგზავნა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ეგრეთ წოდებული დუმილის პროცედურის საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და საქართველო გადავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მეორე ეტაპზე. ამასთან ქვეყანამ ოფიციალურად დააფიქსირა არსებული საფრთხეები და მათი თავიდან აცილების გზების ძიებაც დაიწყო. ჩვენი სურვილი და ჩვენი ასე განწყობა რომ ვართ ევროპულიერი, ვართ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოება, უნდა დაუდასტუროთ ნატოს მოკავშირეებს და აქედან გამომდინარე უნდა დავიმსახუროთ წევრობა. თავისთავად მნიშვნელოვანია ისიც რომ ნატოში წევრობა მნიშვნელოვნად ანეიტრალებს იმ საფრთხეებს, რომელიც საქართველოს წინაშე დღეს არსებობს და საქართველოს ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე არსებობს, ფაქტიურად დაწყებული იგივე იმ ორი კონფლიქტიდან, რომელიც ჩვენ გაგაჩნია, ეს არის ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, დამთავრებული თუნდაც ჩრდილო კავკასიაში არსებული შექმნილი მდგომარეობის. ანუ ნატო არის კიდევ ერთი დამატებითი გარანტია იმისა, რომ საქართველოს არ დარჩეს მარტო აი ამ საფრთხების წინაშე. ელთოს სტამბოლის სამიტიდან 7 წლის შემდეგ საქართველომ მიაღწია შეთანხმებას მის ტერიტორიაზე დარჩენილი რუსული სამხედრო ობიექტების გაყვანის საბოლოო ვადის შესახებ. მათი საბოლოო გაყვანა 2008 წელს არის გადაწყვეტილი. ამ შეთანხმებას ხელი 2006 წლის 31 მარტს სოჩში მოეწერა. ნატოში იმედოვნებენ, რომ რუსეთი შეასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებას.
რაც შეეხება ნატოს პოზიციას საქართველოსთან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტის გაყვანაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოს განსაკუთრებული პოზიცია გააჩნია. რუსეთის სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ჩვენ მივესალმებით 31 მარტს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია და ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი, სადაც ცალსახად ხაზი გაესვა საქართველოს პოლიტიკურ ნებას ევროატლანტიკურ სივრცეში რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში უკვე შეტანილი იყო კონკრეტული თავები, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ფართო სფეროს, როგორიცაა თავდაცვის პოლიტიკა, ტერორიზმთან ბრძოლა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, თავდაცვის სისტემის დაფინანსება და კრიზისული სიტუაციები. ჩვენ არავის ჯინზე ნატოში არ შევდივართ, ეს არ უნდა ესმოდეს არც ერთ ჩვენ მეზობელს, განსაკუთრებით რუსეთს, რომ მის ინტერესებს ეწინააღმდეგება პირიქით. ეს არის საქართველოს ინტერესებისათვის გადადგმული ნაბიჯი და ეს არის აგრეთვე მისი ყველა მეზობლის ინტერესებში შემავალი გადაწყვეტილება იმდენად, რამდენადაც ძლიერი პროგნოზირებადი თავისუფალი დემოკრატიული მეზობელი არასოდეს თავს არ ესხმის თავის მეზობელს. განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობს ნატოშიც. საქართველოს მისიამ ნატოში უკვე წარადგინა ახალი პროექტი ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკული და სატრანსპორტო უსაფრთხოების შესახებ სპეციალური გეგმისა და სამუშაო ჯგუფის შექმნას. და წლევანდელი ზამთრის მოვლენებმა აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, აი ამ მოვლენებმა გარკვეული ბიძგი მისცეს იმისათვის, რომ მოხდეს აქსელერაცია იმ პროცესების, რომელიც უკავშირდება ენერგო მატარებლების დივერსიფიცირების საკითხს. შესაბამისად, თვითონ ნატოც ძალიან დაინტერესებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ის აწარმოებს კონსულტაციებს თვითონ ალიანსის პარაგლებში, რაც შეეხება ჩვენი წინადადება ის ძალაშია. დიპლომატების პარალელურად ნატოში სამხედრო საკითხებზე თავდაცვის სამინისტროს 2 ოფიცერი მუშაობს. დოკუმენტაციის თითოეული პუნქტი თანხმდება სამხედრო უწყების პირველ პირთან. ეს წესია. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, იგეგმება სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებაც. წარმომადგენლობა შედგება 2 ოფიცრისაგან, ერთი ბრიუსელში, შტაბ-ბინაში, ხოლო მეორე ალიანსის ოპერატიულ სარდლობაში, მონში. ალიანსის ოპერატიულ სარდლობაში პირველი წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, მეკავშირე ოფიცერი გავაგზავნეთ 96 წელს, ხოლო ბრიუსელში სამხედრო წარმომადგენელი 2001 წელს. მოგახსენეთ, რომ მოცულობა იზრდება, მას შემდეგ რაც საქართველოს ინტენსიფიცირებული დიალოგის საშუალებით სამოქმედო გეგმაზე გადავა, მოცულობა სამუშაოსი რა თქმა უნდა გაიზრდება. მონსში ნატოს ოპერატიულ სარდლობაში იგეგმება ყველა სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ატარებს. მონსში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეკავშირე ოფიცერი. ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის შესრულებისა და ნატოსთან თანამშრომლობის სხვა პროგრამების სამხედრო დეტალებზე სწორედ მეკავშირე ოფიცერი ზრუნავს. მას ხშირად უსვამენ კითხვებს საქართველოს დანაყოფების, საერთაშორისო ოპერაციებში სამომავლო მონაწილეობის შესახებ. დიდი წინსვლა არის ნატოსთან თავსებადობის მიღწევის საკითხებში და ამის გათვალისწინებით არის ეს ინტერესი, რომ როგორ გასცდის საქართველოს თავის პარტნიორობას საერთოდ ზოგადად და მათ შორის ოპერაციებში მონაწილეობას. მოგეხსენებათ 2004 წლის შემოდგომით საქართველოს კონტინგენტი იმყოფებოდა ავღანეთში ცირეხნით რამდენიმე თვით მიღებულობდა მონაწილეობას და ის 3 თვის მონაწილეობაც კი საკმაოდ დადებითად ფასდება და ალიანსის წევრი ქვეყნები საკმაოდ დადებითად უყურებენ აი ამ მიმართულებით საქართველოს აქტიურობას და აქტიურ მონაწილეობას. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას კიდევ ერთი ალბათ ყველაზე დიდი ფაქტორი უწყობს ხელს. საქართველოს უსაფრთხოების ინტენსიურ დამცველად ითვლება. ერაყში, კოსოვოსა და ავღანეთში სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციებში დღეისათვის 1000-ზე მეტი ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების 8%-ში ადგენს. მე მინდა გითხრათ,
რომ ძალიან დიდი წვლილი ჩვენი წარმატებისა ეკუთვნის იმ ბიჭებს ჩვენ ჯარისკაცებს და ჩვენ ოფიცრებს რომლებიც დღეს იბრძვიან ერაყში, კოსოვოში, იყვნენ ავღანეთში. მათი წვლილიც არის ჩვენს წარმატებაში. ვინაიდან ჩვენი დროშა იქ რომელიც ამაყად ფრიალებს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ და მხოლოდ მიმღები უსაფრთხოების. ის გასცემს. უკვე დღეს და ბუნებრივია ეს გახდება ჩვენი ვალდებულება, როდესაც გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. თვითონ ნატოში თვლიან, რომ საქართველო ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ალიანსში გაწევრიანების კარგი წინაპირობაა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. საქართველო ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყანა თანამშრომლობს ნატოსთან და ისევე ისრაფის ნატოსკენ. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობის მსურველისთვის და დახმარებისთვისაც მზად ვართ. ნატოში გაწევრიანება ხანგრძლივი და რთული პროცესია. მასში მრავალი ქვეყანაა ჩართული. რამდენიმე მათგანი ალიანსში ცივი ომის დასრულების შემდეგ გაწევრიანდა. მათ ამისთვის ბევრი რამ გააკეთეს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ საქართველოს ჩვენს ორგანიზაციაში. ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის. მზად ვართ საქართველო ვიხილოთ ნატოს წევრად და ვფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება. პოლიტიკური ნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ცალსახად გამოკვეთილია. მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები განურჩევლად მათი პარტიული შეხედულებებისა თანხმდებიან, რომ ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია. თავისთავად ჩვენ პოლიტიკური ნება განვაცხადეთ იმისა, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. ანუ ის ვალდებულებები, რაც იქნება საჭირო ამ ორგანიზაციაში განაწევრიანებისათვის, იქნება სავალდებულო საქართველოს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. და ეს პოლიტიკური ნება არის. და არა მარტო ნება, არამედ ჩვენ ვაჩვენებთ 2 წლის განმავლობაში, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. დღეს საქართველო განვითარების გარდამტეხ ფაზაში იმყოფება. შესრულებულია ყველა პუნქტი, რომელიც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიხედვით აიღო საქართველომ. უშუალოდ ნატოში გაწევრიანების მოლოდინი საკმაოდ დიდია. უკვე დასახელებულია კონკრეტული ვადა 2008 წელი. ამ დრომდე სულ რაღაც წელიწადნახევარი რჩება. ნატოში ცალსახად ამბობენ, რომ საქართველოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. მე არ ვიცი როდი შეიძლება ეს მოხდეს, ერთი რამ ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მალე მოხდეს. 2008 წელში გეგმა გაფართოების სამით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაოდ, გვინდა ჩვენ რომ აი ამ თარიღისთვის მეტნაკლებად მზად ვიყოთ. ვინ იქნებიან თავის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებიც ქართულ დროშას აღმართავენ ნატოს შენობის წინ, არ ვიცი, მაგრამ არც ჩორს არის პერსპექტივა. რამდენიმე წელი დაახლოებით ალბათ 5 წლის ფარგლებში მაქსიმუმ შეიძლება ვივარაუდოთ. საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოსამზადებელ დასკვნით პერიოდში იქმნება мотиваციური ფონი სახელმწიფოს ფარგლებში არსებული კონფლიქტების საბოლოოდ მოგვარების საქმეში. ეს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაცაა და მეორეს მხრივ ნატოში წევრობა საუკეთესო საშუალება იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიის მისაღებად. გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ჩართვისთვის საქართველოს კიდევ რამდენიმე გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, მათ შორის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და სასამართლო რეფორმა. მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ საქართველო იქნება მზად შეაბიჯოს იმ ორგანიზაციაში, რასაც მსოფლიოში ყველგან ცნობილი სახელი ნატო, ანუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ჰქვია.